ნიკა გვარამიას მიერ მესენჯერად დასახელებული ალექსი ახვლედიანი მთავრობასა და რუსთავიორის გენერალურ დირექტორს შორის შუამავლობას უარყოფს. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ აცხადებაში კი ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიასა და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობებია. პროკურატურა ნიკა გვარამიას დაკითხვას კიდევ ერთხელ აპირებს. ვინ არის ალექსი ახვლედიანი და რა შეფასებები მოჰყვა შუამავლად მის დასახელებას? გენო სიყმაშვილი საუბრებს პირდაპირ ეთერში, გენო გისმენთ. მთავარმა პროკურატურამ დღეს ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. თუმცა ვიდრე ამ განცხადების დეტალებზე ვისაუბრებდეთ, მანამდე ვნახოთ რეპორტაჟი ვინ არის ალექსი ახვლედიანი. სანამ ალექსი ახვლედიანი საქართველოში ოლიმპიურ ცეცხლს დაანთებდა, საკუთარი კარიერის კეთება ბევრად ადრე თურქეთში დიპლომატიურ სამსახურში დაიწყო. ამის შემდეგ პროფესიით იურისტმა საქართველოში საგადასახადო სამსახურში გააგრძელა მუშაობა. 2005 წლამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზეც. იკავებდა თბილისის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორის პოსტსაც. ახვლედიანის ცხოვრების მომდევნო წლები კი უკვე უკრაინას უკავშირდება, სადაც ის ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. სამშობლოში მეორე დაბრუნებული ახვლედიანის სახელი მალევე დაუკავშირდა სკანდალს. მას 2011 წლიდან საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სამართალად მძლეოსნობის ფედერაცია ჩაბარდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვითადრეკი მისი სახელი რეგიონებში ქართული ოცნების მხარდამჭერების ცემის ფაქტებს დაუკავშირდა. მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა საარჩევნო შტაბების წინააღმდეგ სპორტული ფედერაციების წევრები გამოიყენა. საპარლამენტო არჩევნებიდან 4 თვეში ალექსი ახვლედიანი თბილისის მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. ახვლედიანი დედაქალაქის მთავრობის შეცვლის შემდეგაც ინარჩუნებს თანამდებობას, თუმცა მის გარშემო ახალი სკანდალი გორდება. თავდაპირველად ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის 28 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა საბოლოოდ ფესტივალი 160 მილიონი ლარი დაჯდა. ძირითადად სამი კითხვა უნდა დავსვათ ალექსი ახვლედიანის მუშაობასთან დაკავშირებით. მონიტორინგის ცენტრი მედიატორის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ახვლედიანმა 10 მილიონი ლარის ხელშეკრულება ყოველგვარი ტენდერის გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით გააფორმა. ამასთან ლევან ხაბეიშვილი თვლის, რომ საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ხელშეკრულებების გაფორმების დროს არანაირ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში არ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს შეხება ჰქონდა 10 მილიონ ლართან საბიუჯეტო სახსრებთან და მან ეს თანხები გახარჯა და ჩვენი ვარაუდით დოკუმენტალური ეჭვები არსებობს იმის, რომ იყო არამიზნობრივი ხარჯი და კორუფციულ გარიგებებსაც კი ჰქონდა ადგილი. რატომ დაჯდა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზება გათვალისწინებულზე 10 მილიონი ლარით მეტი? საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ფესტივალის ორგანიზების გეგმა მათ ფაქტობრივად ნახევარ ფაბრიკატის სახით გადაიბარეს და მასში დეტალები არ იყო გათვალისწინებული, რამაც თანხის რაოდენობა გაზარდა. ჯაბასამუშია ალექსი ახვლედიანის ფინანსური საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეული კითხვები მასაც გააჩნია. რატო იყო, რომ 2014 წლის შემოდგომამდე ფაქტობრივად არაფერი არ იყო გაკეთებული ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოების მიმართ. მუდმივად ისმოდა კონკრეტულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში კორუფციული რისკების და კორუფციული გარიგებების შესახებ ბრალდებები და ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხის შესწავლა დაეწყო ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დეტალური ფინანსური ანგარიში ყოფილიყო წარმოდგენილი თბილისის საკრებულოში და პირებისამებრ ოლიმპიადის დასრულებიდან 3 თვის შემდგომაც საკრებულომ მზად არის დამატებით 9 მილიონი ლარი გადაურიცოს ოლიმპიური საფესტივალო ცენტრს. ალექსი ახვლედიანის სახელის გარშემო მორიგი სკანდალი ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგაც აგორდა. გაირკვა, რომ ღონისძიებიდან 2 თვის შემდეგ ფესტივალში მონაწილე მომღერლებს, მოცეკვავეებს, მუსიკოსებს და სცენის მუშებს კუთვნილი თანხა ჩარიცხული არ ჰქონდათ. ამჟამად 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში თბილისის მერიის სალიკვიდაციო სამსახურია შესული, რომელიც ალექსი ახვლედიანის გაწეულ სამუშაოს შეისწავლის. სწორედ ამ სამსახურმა უნდა დაადგინოს ოლიმპიური ფესტივალის ფინანსურ საკითხებში იყო თუ არა გადაცდომები. ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა დღეს მთავარმა პროკურატურამ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ტელეკომპანია რუსთავიორის გენერალურმა დირექტორმა დაკითხვაზე ის პირი დაასახელა, რომელიც მისი თქმით სახელმწიფო მესიჯებს აწვდიდა. ნიკა გვარამიას განცხადებით ეს ადამიანი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015 საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანია. მთავარმა პროკურატურამ ახვლედიანის ჩვენების დეტალებიც გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ალექსი ახვლედიანი ნიკა გვარამიასთან ახლო მეგობრობას და მასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა სახელმწიფო გზავნილების გადაცემას უარყოფს. როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს შეხვედრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და მოწმეების ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობა, საგამოძიებო უწყება ნიკა გვარამიას უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ დაკითხავს.
მანამდე კი გეტყვით, რომ დღეს ამ თემაზე შეფასებები გააკეთეს უმცირესობის წევრებმაც. არ არის კონკრეტულ პიროვნებაზე საუბარია იმაზე, რომ ამას სახელმწიფოს სახელით აკეთებენ. ამას ალეკოახლედიანმა მიიტანა ეს სიტყვა, თუ სხვა მიიტანა ამ მნიშვნელობა სახელმწიფოს სახელით, სპეცსამსახურების სახელით მიიტანა ეს სიტყვა. ახვლედიანის თქვათ ურთიერთობასთან მე რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ რა კი დაისვა ამგვარი საკითხი, მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება დროულად უნდა მიხედოს ახლა გამოძიება და გამოიწვიოს თუ რეალურად რასთან აქვს საქმე და ამ თქვათ ვითარებასაც უნდა დაესვას წერტილი, როგორც საზოგადოებამ რა კი იცის უკვე თუ რაც მოხდა, თუ კი ამდაგვარი მოხდა, უნდა გაიგოს რეალურად რასთან აქვს საქმე. საპარლამენტო უმცირესობის წევრების მსგავსად ამ თემაზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება მე როგორც მოვისმინე, როგორც თქვენ ისე მე მოვისმინე, დაიწყო გამოძიება, ეს რამდენად სიმართლე შეეფერება, რამდენად სინამდვილე იყო, მაგრამ ახლა გვაჩვენებს გამოძიება და დავიგებთ ახლოს მომავალში. საერთოდ მიმაჩნია არანაირი შრომაურებალი ხელისუფლებას მსგავსი არ შეიძლება დაჭირდეს. ამ პიროვნებას არ ვიცნობ და ვერ გეტყვით თქვათ მას რა мотивация შეიძლება და ქონოდა ელაპარაკა ხელისუფლების სახელით თუ ასე მოიქცა, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის მაგის საჭიროება, რომ ვინმე შუამდგომლოს რომელიმე მასმედიის საშუალებას და მით უმეტეს კონკრეტულად ნიკასთან მიმართებაში რომ რაღაც შრომაურობის საჭიროება ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან და საერთოდ რომ ვიღაცისთვის დაებარებინათ მუქარა, ეს საერთოდ ჩემი აზრით აბსურდია. რაც შეეხება მის ურთიერთობას ნიკა გვარამიას, ის არ მალავს რომ არის მეგობარი, როგორც თქვა რომ რამდენი 100-ჯერ ყოფილა რუსთავიერში, მათ ახლა მეგობრულად რასაუბარი ჰქონდათ, რა ასე ვთქვათ, შიდა ურთიერთობა აქვს და რასაკითხებზე მსჯელობენ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ამას გვარამია საკუთარი ვიტროპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს, ეს საზოგადოება უნდა შეაფასოს. რა გაგრძელება იქნება შუამავლის თემას ჯერჯერობით უცნობია, როგორც უკვე გითხარით, მთავარი პროკურატურა ნიკა გვარამიას დაკითხვას კიდევ ერთხელ აპირებს. მადლობ გენოსი ყმაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთი თემა